წინა კვირას ვერ შევძელით ჩვენ სიტყვის მსახურება და ისეთი დამოწმებები იყო, რომ ფიქრობ, რომ ამ დამოწმებებს ბევრი რწმენა ჯერ კიდევ გამხნევებული აქვს და ზოგიერთები ისე უყურებენ და ხნევდებიან ამ ყველაფრით. და ჯერა რომ აღთქმა, რომელიც გვიდევს ჩვენ, ეს აღთქმა მუშაობს ჩვენს მხარეს, თითქოს უხილავია, მაგრამ ეს პირობაა, შეპირება ღმერთისგან. აღთქმა შეპირებას ნიშნავს. და შეპირება ასეთია. რომაელთა 16:20 მუდმივად უნდა გეჭიროს ხოლმე ეს მუხლი ხელში და უღრმ. მალე თქვენს ფეხქვეშ შემოსრავს ღმერთის სატანას. იმიტომ რომ ღმერთის მადლი თქვენთანაა, მუშაობს ის, ამინ. ის მადლი მუშაობს და სატანა ფეხქვეშ იქნება შემოსრული. დამარცხებული იქნება, განდევნილი იქნება, იმიტომ რომ ღმერთის მადლი თქვენთანაა. როცა პიროვნებას შეუძლია რომ ირწმუნოს რომ ღმერთის მადლი შრომობს ჩემს ცხოვრებაში და მოქმედებს, მაშინ შეუძლია ნახოს კიდევაც ღმერთის ხელი და ღმერთის სიკეთე. მე ღმერთის გზებზე მრავალჯერ მისაუბრია და ყველა ჩვენი საკითხები, რასაც ვეხები და თემები ღმერთის გზებზე გველაპარაკება, ღმერთი რაღაცას გვასწავლის. თუ როგორ უნდა თვითონ როგორ მოქმედებს და ჩვენ როგორ უნდა ვიაროთ მისი გზებით. საგალობელიც არის ასეთი ღმერთო, შენი გზები გახდეს ჩემი. ანუ მე ისე ვიცხოვრო, ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, ისე ვიფიქრო, ისე ვიმსჯელო, ისე ვიმოქმედო, როგორ შენ მოქმედებ და როგორ შენ გვასწავლი, რომ როგორ უნდა ვიაროთ და საით უნდა წავიდეთ. დღეს მე ცოტა მაგარ საჭმელებს შევეხები, მაგარ საჭმელებში იგულისხმება ისეთი თემები, რომელიც მოსასმენად ზოგჯერ ცოტა ისეთი არის, რომ კარგი დაფიქრება ჭირდება, რომ ადამიანი ყურადღებით იყოს იმ მოსმენილის მიმართ, რომ შედეგი და ნაყოფი მეტყველებდეს შემდეგ იმაზე, თუ რისი თქმა უნდა და რისი მოცემა უნდა ღმერთს ჩვენს ცხოვრებაში. მე ბევრი ადგილი არის ისეთი, რომელიც ამ ყველაფრის ირგვლივ გველაპარაკება და დავიწყე პავლე მოციქულის მადლიერებით და პავლე მოციქულის სიხარულით, რომ ვხარობო, პავლე მოციქული ამბობს, ჩემი ტანჯვებით. ტანჯვებით ადამიანები არასოდეს არ არიან გახარებულები. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, მე ვხარობ ჩემი ტანჯვებით. ადამიანი ან ბოდიშთა ამ სიტყვაზე სულელი უნდა იყოს, რომ იტანჯება და უხარია, ან ღრმად რაღაცა სერიოზულად იცის. გაცხადებული აქვს რაღაც მოციქულების ცემასო და უხაროდათო. უხაროდათ, რომ ქრისტეს სახელის გულისთვის შეურაცხყოფის და ცემის ღირსნი გავხდითო. ხშირად რამბობენ, ესენი ვერ არიანო. გცემეს, როისაც ცემეს, ისინი იმუქრებიან, უფრო მეტის მიყვან, აიმდენ ბიჭებს მოვიხვა, დაგვაცადეთ თქვენ, ესე გადაგიხდით, ისე გადაგიხდით. აუცილებლად ცოდვილი ადამიანი ხურდის დაბრუნებაზე ფიქრობს. აი ისეც გაგიკეთებ და აი ესე გიზავ და ასე. ესენი ვერ არიან, ცემეს და უხარიათ. პავლემ თქვა, ვხარობ ჩემი ტანჯვებით, კოლოსელთა 1:24. ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებითო. თქვენთვის და ქრისტეს დაკლებულ ჭირს ვავსებ, ჩემი ხორცით, მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა. ანუ პავლე მოციქული ეკლესიაში და ეკლესიის გარედანაც, შიგ ეკლესიაში და ეკლესიის გარედანაც განიცდიდა ტანჯვებს, მაგრამ ამ ტანჯვებს იტანდა, ითმენდა და თან უხაროდა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ტანჯვა საერთოდ ადამიანს ან გააბოროტებს, ან გაასულიერებს. კერ გაასულელებს, ან გაასულელებს, ან გაასულიერებს. ტანჯვა მინდა რომ დღეს ტანჯვათა ცოდნას შევეხო. რამ ჩვენ ცხოვრებაში ქრისტეს არ აღუთქვია ია ვარდი. მან თქვა რომ ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ. და ეხლა ის რომ არის შაიტანო და გინდა შაიტანეო და გინდა გამაიტანე.
რომ დაამარცხა ბაშიაჩუკმა დაამარცხა და მე რომ შაიტანო და ეხლა გინდა შაიტანი და გინდა რაც გინდა ეს გააკეთებ მისვენეთ მე ვკითხულობ ეს არის ივანეს მე-16 თავი ეს ყველაფერი იმისთვის გითხარით რომ რათა თქვენ არც დუნდეთო სინაგოგაში მოკვეთნენ მოდის ჟამი როცა თქვენ ყოველ მკვლელსო ეგონება რომ ამით ღმერთს ემსახურება ასე მოგექცევია რადგან არიციან იცნეს არც მამა და არც მეო მაგრამ ეს გითხარით რათა თქვენ როცა მოვა ჟამი როცა იქნება სირთულეები გაიხსენეთ რომ გითხარით ეს არ გითხარით თავიდან რადგან თქვენთან ვიყავი ახლა მივდივარ მამასთან და მე ვინც მე წარმომგზავნა და არც ერთი თქვენთაგანი არ მეკითხება სად მიდიხარო მაგრამ წუხარებით აივსო თქვენი გული ისე რომ გითხარითო ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ უკეთესია მე წავიდე რადგან თუ არ წავალ ნუ გეშის მცემელი ვერ მოვა თქვენთან და თუ წავალ მე წარმოგზავნი მას თქვენთანო და ის ამხელს უქვეყნიერება სოდვას და შემდეგ და სხვაგან კიდევ ბევრგან უნდა რომ ბევრი სირთულეების გადატანა მოგიწევთ ცხოვრებაში. მოდი დავიწყოთ ჯერ პირველი იმით რომ ქრისტიანს თავიდანვე უნდა ესმოდეს. მე როგორც პასტორი მინდა რომ ნიმუშად გითხრა და რა გაგებით დავდივარ აი ამ რწმენის გზაზე. პირველი ქრისტემ თქვა არსებობენ მორწმუნენი და არსებობენ მიმდევრები. ეგ როგორ არის ხალხი რომლებიც მორწმუნეები არიან ვისაც წამთ დღეს საქართველოში არავინ არ დარჩა ვისაც არ წამს მაგრამ ყოველთვის ყურადღებით იყავი მორწმუნეს ელაპარაკები თუ მიმდევარს ვინც უფალს მიყვება უფალმა თქვა გამომყევი მე და ადამიანთან ვადურობად გახდი შენ ვინ ხარ მორწმუნე ხარ თუ მიმდევარი კიდევ მეორე არავინ არ ვიცი ჩემს სამეზობლოში ვინც მორწმუნე არ არის ჩემს სანათსაოშიც არ ვიცი მორწმუნე თუ დარჩა ვინმე ყველა მორწმუნეა მაგრამ მიმდევარზე ცოტა კი არა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები შემიძლია რომ დავსვა იმიტომ რომ ხალხი მორწმუნეა როგორც იაკობის მეორე თავი ამბობს ეშმაკებსაც წამთ და კანკალებენ უფრო ღრმად წამთ ეშმაკებსაც მაგრამ ღმერთის ნების მსახურები არ არიან მიმდევრები არ არიან განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ეშმაკი არის მაცდური და სატანა არის მოწინააღმდეგე ღმერთის ნებისა და ღმერთის გეგმებისა. ამიტომ პირველი შეკითხვა როცა იბადება ვინ ვარ მე მორწმუნე არა ვარ მარტო მე უფლის კვალს მივყვები. მე მიმდევარი ვარ უფლის სიტყვებისა, უფლის ნებისა და ვასრულებ იმას რასაც მეუბნა. მოდით ავიღოთ ლუკას მე-14 თავი და ვნახოთ რას ლაპარაკობს ერე ლუკას მე-14 თავის 25 მუხლიდან დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ის მიუბრუნდა მათ და უთხრაო თუ ვინმე მოვა ჩემთანო და არ აიღებს თავის ჯვარს 27 მუხლიდან ავიღებ არ აიღებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება ვერ შეძლებს გახდეს შემოწაფეო ნახეთ აქ ლაპარაკია რომ თუ ვინმე მოვა ჩემთან და უნდა რომ გამომიზდევენ და თუ ვინმეს უნდა რომ გამომყვასო, შედელოცო ხო ხედავ რომ მოგდევთ არა? ეგ არ არის გაყოლა. ეს არის ბრბოს რაღაცა ქმედება. გაყოლა ნიშნავს, ვისაც უნდა რომ გამომყვეს, თავიდანვე მოდი დასაწყისშივე გავიგოთ ერთი რაღაც. უფალი გვეუბნა, თუ გინდა რომ გამომყვე, პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა აიღო შენი ჯვარი. ჩემი ჯვარი შენ არ დაგჭირდება. არც ქრისტეს ჯვარი არ დაგჭირდება. არც ხვისი ჯვარი არ დაგჭირდება. შენი ჯვარი უნდა აიღო. ყველა ქრისტიანს თავისი ჯურისტარება მოუწევს და იმ ჯვარზე აუცილებლად მოგიწევს რომ უნდა აცვა ჯვარს შენი ძველი კაცი არა შენი მეზობელი არა შენი ნათესავი არა შენი ოჯახის წევრი არა ეკლესიის წევრი არა პასტორი არა ვიღაც მისმინეთ ეს არის ყველაზე კატასტროფული გზა რომელიც ადამიანს უჭირს ძალიან ისე ვარჯობია ყველა ჯვარცმული მყავდეს სახლიდან დაწყებული სამსახურიდან მეგობრებიდან რა ვიცი ეკლესიაში ყველა და მე ვიყო თავისუფალი თუ არ აიღებ ჯვარს
შენ ვერ გახდები ქრისტეს მოწაფე და თუ ქრისტეს მოწაფე ვერ გახდი, ვერც ქრისტიანი ვერ გახდები არასდროს. პიროვნება უნდა იცოდეს, რომ ჯვარი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ანთავისუფლებს ადამიანს ედემში შესულ ცოდვილი ბუნებისგან, რაც შევიდა ადამში და გადავიდა მერე ყველაში. როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნებად, ცოდვის მიერ სიკვდილი, ასე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში. პავლე მოციქულის წერას ამბობს, აი ამ ცოდვილ ადამიანზე, ვინ გამანთავისუფლებსო, რა საშუალება არსებობს, რომ გამანთავისუფლოს მე ამ ცოდვის სხეულისაგან. არ არსებობს მისგან განთავისუფლება, მისგან დახსნა, რადგან ის არის ერთადერთი ბოროტება, რომელიც ადამიანში ბუდობს და მისი განთავისუფლების გზა და საშუალება არის მხოლოდ ჯვარი. ჯვარი და არაფერი სხვა. რომელთა ვის მე-7 თავის 24-25 მუხლებს კითხულობ. უბადრუკი ადამიანი ვარო, პავლე მოციქული ამბობს. საცოდავი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან, მადლობ ღმერთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. აი გონებით ღმერთის ჯულის მონა ვარ, ხოლო სხეული ცოდვის კანონისაა. ვინ გამანთავისუფლებს მე? ვინ? უბადრუკი ადამიანი ვარ. კითხულობ იოანეს სახარებას და შემდეგ ვისაუბრებთ. იოანეს სახარების მერვე თავში ქრისტე უყურებდა ადამიანებს და უკვირდა ის, რომ ცოდვის მონობაში არიან, ეშმაკის ტყვეობაში არიან და უხსნის და ეუბნება, თუ გინდათ რომ თვალი აგეხილოთ. იოანეს 22 და შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ. უთხრეს რომელს ჩვენ არასოდეს აბრაამის თესლი ვარ და არასოდეს ყოფილი ვართ არავისი მონები. როგორ გაამბობ თავისუფლები იქნებითო? იესო პასუხა ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა, მაგრამ მონა არ რჩება სახში საუკუნოდ. ძერ რჩება საუკუნოდ. ამიტომ თუ ძე გაგანთავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ვისაც ძე გაანთავისუფლებს? უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ გამანთავისუფლებს და ქრისტეს ცემს პასუხს, ვისაც ძე გაანთავისუფლებს, თავისუფალი იქნება. ჩვენ რა გვჭირს, როცა შეკითხვა იბადება, რა გვჭირს? ჩვენ გვჭირს ცოდვილი ძველი კაცის მდგომარეობა. და მე მინდა დაგანახოთ გზა, დავინახოთ წერილიდან, სიტყვიდან, დავინახოთ როგორ შეიძლება განთავისუფლდე მისგან. პირველი რაც მინდა რომ გაიგო, როგორც გითხარით, უნდა გავხდე მე მიმდევარი ქრისტეს და მისი მოძღვრებისა და როცა მე უფალს აღუთქვი რომ გამოყვები უფალო. ქრისტეს ბევრი ეუბნოდა გამოყვები, ერთი პიროვნება ეუბნოდა გამოყვები და ქრისტემ უთხრა, არა შენ წადი და დაამოწმე რაც გაგიკეთა ღმერთმა. მეორეს უთხრა ქრისტემ გამომყევიო, ქრისტე პირდაპირ ეუბნოდა ლუკას 9 მე-60 მუხლში და გამომყევიო ქრისტემ უთხრა. ამ პიროვნებამ წავალ მამა ჩემს დავმარხავ და მე გამოყვებიო. და ქრისტემ უთხრა აცადე მკვდრებს უმკვდრების დამარხვა. შენ გამომყევი მე. წამოდი და ყველაფერი სხვანაირად იქნება. მისვინეთ, როცა ვირჩევ რომ მე უფალს უნდა გავყვე, მე ყველაფერი ნათლად უნდა ვიცოდე რა მელოდება წინ. რაზე ვთანხმდები? ბრმად ესე აი მიამიტურად, კი, მინდა ყველაფერი მინდა ესე. ზოგს გონია მოვედი პირჯვარი გადავიწერე ეკლესიაში და ყველა საკუთარ თავთან ომი და ბრძოლა, ამაზე კატასტროფული არაფერი არ არის დედამიწაზე. მაგრამ ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის, როცა მისგან თავისუფლდები. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. საკუთარი თავის ჯვარცმა რომ უნდა აიღო შენი ჯვარი და ჯვარსაცო შენი თავი და ძველი კაცი უნდა განთავისუფლდე ჯვრის მეშვეობით. ჯვარი უნდა დაგეხმარო შენ და ჯვარი საერთოდ ნიშნავს უფლების წართმევას. არაძლევს საშუალებას იმას, რომ ისევ გამოულინდეს ამ სხეულში. ნუ მცმისცემთო ცოდვას, რომ ცოდვილის ბუნება ისევ გამოიყენოს და გამოულინდეს, შეიგინოს, დაარტყას, გააფუჭოს, მე არ ვიცი, ამტრიოს ამ სხეულს და ნუ მისცემთო თქვენ სასწოებს. ნურც თავს ნუ მისცემ საფიქრად, ნურც ენას ნუ მისცემ სალაპარაკო, ნურც ხელებს, ნურც ფეხებს და ამ შემდეგ. ეს რომელთა წერილში სალაპარაკობთ. აი რა თქვა იოანე ნათლისმცემელმა.
იესო ქრისტე ყველა მიმდევარზე, ვინც აპირებს რომ გაყვეს ქრისტეს. მათეს მესამე თავში ჩვენ ვკითხულობთ. მე-11 მუხლი ეს არის პასუხი იმისა, რაც ჩვენ გველოდება წინ. მე წყლით გნათლავთ იოანე ამბობს, მოსანანიებლად, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, რომლის სანდლის ტარების ღირსია რო არ, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. აქ არ წერია შეიძლება ან არ შეიძლება. დღეს მე ცეცხლით ნათლობაზე უნდა ვილაპარაკო. პავლე ტანჯვა ზუსტად ცეცხლს ნიშნავს. და ქრისტიანის ცხოვრებაში ცეცხლი რო ჩდება, იცი რას ვაკვირდები მე? ქრისტიანები იღებენ მახვილს და იბრძვიან, რომ ცეცხლი მოიგერიონ. ცეცხლი არ უნდა მოიგერიო, ჩემო კარგო. ცეცხლი უნდა მიიღო. ყველა ჩვენგანმა უნდა მიიღოს ცეცხლი, რასაც ქვია, მე უნდა მოვითმინო. მე უნდა ვიტანჯო. მე უნდა ავიტანო. მე უნდა გაუძლო. მე უნდა შევძლო სიკვდილში გაიგივება ქრისტესთან. ის მოგნათლავთ და უფალი იწყებს ნათლობას ადამიანის ცხოვრებაში. პროცესი იწყება, არა აქვს მნიშვნელობა ცეცხლი საიდან მოდის. ხალხს უნდა ყურადღება გადამატებას, აი იქიდან მოვიდა ქარი, აქედან მოვიდა წვიმა, იქიდან მოვიდა მდინარე. მნიშვნელობა იმას არ აქვს, საიდან მოვიდა ქარი, წვიმა და მდინარე. მნიშვნელობა იმას აქვს, ცეცხლს ღებულობ თუ ებრძვი და აგდებ შენი ცხოვრებიდან. ვინც დაშვებულ ცეცხლს ვერ გებულობს რა არის ეს, რატო არის ჩემ ცხოვრებაში, მას აბნეული აქვს ქრისტიანული გზა. მათეს მე-7 თავში ქრისტე, აი მათეს მე-5-მე-7 თავები არის საერთოდ ქრისტეს მოძღვრების საფუძვლები. მე-7 თავში ქრისტე ლაპარაკობს, მე-13-14 მუხლები არის ვიწრო და განიერი გზა. ვიწრო გზა არის, სადაც ადამიანი ტანჯვით, ცეცხლით, ტკივილით, მოთმინებით, მაგრამ თავისუფლდება და მცირედნი ეთანხმებიან ამას. მაგრამ ფართოა გზა, გადავიწერე პირჯვარი, მოვედი, დავჯექი, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მე ჩემი გზები მაქვს, მე ჩემი პრინციპები მაქვს, მე ჩემთან რჩება, მე ჯვარი არ ამიღია ხელში, ჯვარს ხვებს ავაღებინებ ხელში და ჯვარს ვაცმევ ყველას და ყველაფერს, მე დაღუპვის გზას ვადგევარ. ჩემო ძვირფასო, მე პასტორი ვარ, ქადაგვი და მარადისობაში უნდა გავცე ამ სიტყვებზე პასუხი ღმერთს. ერთადერთი გზა განთავისუფლების არის ჯვარი, ცეცხლით ნათლობა და მოთმინება და მოთმინება. და მოთმინების მერე, მოდით ნახოთ კიდევ ადგილები, ქრისტემ თქვა, მოთმინება არა ცოტა ხნით. იოანეს სახარებაში მე-12 თავი 24 მუხლს ვკითხულობ, ქრისტემ თქვა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი თუ არ მოკვდა, სადამდე უნდა გეტკინოს, სანამ არ მოკვდები. მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი თუ არ მოკვდა, მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებსო. არ მინდა მე ტკივილი, არ მინდა მოთმინება, არ მინდა ტანჯვა. ვერ იხილავ სიცოცხლეს. მინდა რომ დღეს დავინახოთ სიკეთე ტანჯვისა, მოთმინებისა, ცეცხლისა. როცა ადამიანი ჭკვიანად მიიჩნევს თავს, აი ჭკვიანი როგორი არის, ну ზედმეტად აი არ მინიავიც არ მინდა გავიკარო ზედმეტად. დაღუპვის გზა. კომფორტის შექმნა და კარგი პირობა და ლაი ნუ რავის, ნუ უკმევთ, დაღუპავთ იმ ადამიანებს და დაღუპული ადამიანი შენ კისერზე პასუხისმგებლობა იქნება. ჩემზეც იქნება პასუხისმგებლობა. პიროვნებები ეკლესიაში შეიძლება დაღუპვის გზას ადგენენ. მე ცხადად მინდა თქვა, რომ დაღუპვის გზა ცხადი და რეალურია. ქრისტემ პირდაპირ თქვა, იმ დღეს, ვინც არ მოკვდა და არ გაცოცხლდა ხელახლა, ხორბლით უხსნეს, ქრისტე როგორ აგიხსნათ, ხორბალი რო კვდება, ის ცოცხლდება მერე და ის სიცოცხლე არის მთავარი და არა ის აი რატო ჩააგდეს მიწაში? ой, ჩალპასაცოდავი. ой, როგორ ტკივილსა და ხსნას განიცდის შიგნით. გაანებე თავი, გაიხსნას, გაუში შიგნით და სიცოცხლე თავისუფლდება შიგნიდან. ჩვენში ყველაში არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთს უნდა რომ გაანთავისუფლოს.
და მისმენე ყურადღებით ღმერთს უნდა რომ შენგან სიცოცხლე გამოვალ თავისუფლოს და ბევრი ნაყოფი ნიშნავს რომ შენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი შედეგები იქნება სიცოცხლის გემოს გაიგებ მე პირადად ჩემ თავს ვასწავლი თუ მინდა რომ გავიგო სიცოცხლის გემო ნამდვილ სიცოცხლეს ვეზიარო და არა იმას რაც დაცემულია მაშინ მე უნდა ვიყო თანახმა ავიღო ჩემი ჯვარი მოვინათლო ცეცხლით შევიდეთ ანჯვებში ვიყო მოთმინების მატარებელი და ვითმენ რისთვის ვითმენ და ის ადამიანებს რა ემართებათ ფიზიკურად გახდაოთ იცი ავადმყოფობა არ გეკითხება ახლა გინდოდა რომ მოვედი ავადმყოფობა მოდის ადამიანთან და აწუხებს იწყება ტკივილები რა უნდა გააკეთო ხალხიმთან დარბი მაგრამ მაინც ტკივა ადამიანს ბოლოს მე ბევრი ადამიანი ვიცი ჩემ ცხოვრებაში პასტორი ვარ და ეკლესიაში სტკიოდა მე იტანდა ამ ტკივილს ითმეთ და ვეღარ გაუძლო და ვიცით რომ ჩვენს გვერდიდანაც უამრავი ადამიანი წავიდა ასე ხდება ხო ფიზიკურად ხო ასე ხდება ადამიანი ტკივილს და იმ ტკივილს სხეულიდან ხო ვერ ამოხტები და ვერ გაექცევ ბევრს უნდა ერთი პიროვნება მართლა ძალიან იტანჯებოდა და აი მინდოდა ეს ეკლესიაში არ იყო და სიკვდილს უნატროფო მეუბნება ხვიჩა სიკვდილს უნატროფ ვერ მძინავს მთელი ღამე რაღაცა გამოუვიდა რაღაცები სიმსივნური რაღაცები ღმერთო და აი ამ ყველაფერში ისეთ ტკივილებს განიცდა რომ მინდა რომ დროზე დამთავრდეს რომ მე წავიდე აღარაფერი აზრი არ აქვს ჩემ ცხოვრებას ისვენეთ სანატრელი თუ რაღაც არის დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის გავიძრო ძველი კაცი ეფესელთა 4:22 წერია გაიძრეთ ძველი კაცი გაძრობა კარგი სიტყვა არის და შეიმოსე თუ ახლით და უნდა მოკვდეს ხორბალი მიწაში ჩავარდნილი თუ არ მოკვდა ეხლა ესეთ რაღაცას წავიკითხავ მინდა რომ ყველას გვეშინოდეს მე მეშინია პირადად ყველაზე საშინელი თუ რაიმე ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ქრისტე მათეს მე-7 თავში ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ეს ადგილები რომ წავიკითხოთ მათეს მე-7 თავში ქრისტე ასწავლის და ეუბნება ყველა ვინც მე მეუბნება უფალო მართლა ვიწრო გზას კი არ დაადგა და მართლა კი არ თავისუფლდება ძველი კაცისგან და მართლა ცეცხლით ნათლობას კი არ გადის და მართლა ჯვრით ხელში და მოთმინებით კი არ მოყვება არა მაგრამ ის ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასრულს ის იქნება ზეცაში და ცაცასწველში ბევრი მეტყვის რომ დღესო უფალო განაშენი სახელით არ წინასწარმეტყველებთ განაშენი სახელით არ ვდენოთ განაშენი სახელით არ ვახდენით მრავალსასწაულს და ეკლესიაში მსახურობთ შენ მაშინო მე განუცხადებთ მათ მე არასოდეს არ გიცნობდი თქვენ გამჩორდით მოქმედო მსჯელოებისა ყველა საშინელი რაც შეიძლება ადამიანმა მოისმინოს დედამიწაზე ხორში ცხოვრების დღეებში რომ უფალიობნა მე არ გიცნობ შენ ცოტა რომ დავფიქრდეთ ამაზე მძიმე არაფერი ადამიანის ყურში ჩვენ ბევრი რაღაცა მოგვისმენია უარყოფითი ცილისწამება რაღაცებს სირთულებს ჩვენს მიმართ მაგრამ ყველაზე კატასტროფული რაც შეიძლება იყოს რომ დაიმედებული ხარ თითქოს რომ კარგად არის ყველაფერი და ბოლოს უფალი გეუბნა მე არ გიცნობ შენ გამშორდიო თან ჩვენმა გიორგი მისწავლა რა სად ისწავლა ბებო მიხო ბებო მოდი ბებო გედაცვალოს ეკა გაიქცევა და ყველაფერს ეს გინდა გიო და მოშორდი ეუბნა მოშორდი ვინ ასწავლა არ ვიცი მაგრამ მოშორდი აქ ეს საშინელი სიტყვა მოდი თქვა დღეს ხელებზე დაიხედეთ მოდი ყველა შანსი ჩემ ხელშია თქვენს ხელშია შანსი ჩვენ ამსით ავირიდებთ თუ არა ამას თავიდან დღეს ღმერთი გვაძლევს შანსს რომ გამომყევი და ეს სიტყვა არ იქნება იმ დღეს შენს მიმართ ნათქვამი ინდივიდუალური არის ეს და მე ვირჩევ იცით ასეთი გამონათქვამი არსებობს ბევრისთვისო დედამიწა 64-ია და აქედან ჯოჯოხეთში მიდიან პირდაპირ მაგრამ ბევრისთვის დედამიწა ჯოჯოხეთია ტანჯვის გზებს გადის თავისუფლდება ძველი კაცი და აქედან პირდაპირ 64-ში მიდის ასე იყო პირველი ქრისტიანებიც და ჩვენც იგივე გზით მიმავალნი ვართ მაშასე რა არის განთავისუფლების გზა და სიცოცხლის ზიარება მინდა ფილიპელთა წერილი ავიღოთ და შემდეგ ვისაუბრებ საკითხების ირგვლივ ფილიპელთა მესამე თავი დღეს ბევრი მოხლები მოვიყვანე ფილიპელთა მესამე თავში
პაულე მოციქული ხსნის ნამდვილ ქრისტიანული გზის არსს თუ როგორი არის მიყოლა ქრისტეზე. ფილიპელთა მესამე თავი და ვკითხულობ მეშვიდე მოხდიდან წავიკითხავ. მაგრამ რაც ჩემთვის მოგება იყო დედამიწაზე, ის წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვისო. ახლაც ყოველივე წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შემეცნების უპირატესობის გულისათვის, რომლის გულისათვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე, ჩვენ რაღაცებს ვეჭიდებით ხოლმე ამის გამო ნივთისა თუ რაღაცა თუ კარგავთ ვიღაცას და რაღაცას. ასეთ გამონათქვამი არსებობს, უმჯობესია ვიღაცის და რაღაცის გულისათვის. ჯობია ღმერთის გულისათვის დაკარგო რაღაცა და ვიღაცა, ვიდრე ვიღაცის და რაღაცის გულისათვის დაკარგო ღმერთი. ყოველივე უარი ვთქვი ყოველივეს და ყველაფერს მივიჩნევ ნაგვადო. ნახეთ აქ არის ძალიან საინტერესო, რატო ვაკეთებ ამას? რათა ქრისტე შევიძინო. და აღმოჩნდევ მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც ჯულიდან არამედ რომელიც არის რწმენის მიერ ქრისტესი ღმერთის სიმართლის რწმენის მიხედვითო. და შემდეგ 5 ნაბიჯს თვლის პავლე, 5 რაღაცას ამბობს როგორ უნდა მოხდეს ქრისტეს შეძენა. იცი შეძენა ისეთი რაღაცა, წავიდე ბაზარში რაღაც უნდა შევიძინო. ფასი უნდა გადავიხადო რაღაცა შევიძინო. პავლემ თქვა ყველაფერი და ყველაფერს მივიჩნევ, რაც ჩემთვის მოგება იყო, ყველაფერს და ყოველივეს მივიჩნევ ნაგვადო. ძალიან მძაფრი სიტყვებია, რათა ქრისტე შევიძინო. და ამბობს როგორ უნდა შეიძინოს. რათა შევიცნო იგი და კარგად ვიცოდეო ვინ არის ის. მისი აღდგომის ძალა მინდა რომ გავიგო. მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს მივემსგავსო. რათა როგორმე მიუწვდე მკვდრათით აღდგომას. მოდით მინდა რომ ნაბიჯები გავიაროთ. თუ ქრისტე არ არის შენთვის მიმზიდველი, მაშინ ყველაფერი აზრ დაკარგულია. არის ერთი ასეთი მღვდელი თეოდორე გიგნაძე, თუ იცით ინტერნეტში ხშირად არის სოციალურ ქსელებში, ქრისტეცენტრისტულია ეს კაცი. და როცა უსმენ, ხვდები რომ ამ კაცს პავლეს გაცხადება აქვს მიღებული, რომ თუ ქრისტე არა, მაშინ რა არის ფასეული და მნიშვნელოვანი. იცი დედამიწაზე ჩვენ უამრავ რაღაც, მე ძალიან მომწონს აი ეს გიტარა, აი ეს ძალიან მომწონს აი ეს კამები, ძალიან მომწონს აი ეს პროექტორი, და ადამიანები ფასებს ადებენ რაღაცებს, მომწონს ის ეს, თქვენი ეკლესია მომწონს ძალიან, მომწონს ეს ქალაქი ძალიან. პავლემ თქვა ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი რასაც ძალიან ძვირი ფასები ქონდა, ყველაფერსო თუ შედარებას დაუყენებთ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირი ფასი იყო და მომგებიანი იყო, ყველაფერს ნაგვად მივიჩნე, არაფერს არა აქ აზრზე, ქრისტე უნდა შევიძინო. ვინ არის ქრისტე? ასეთი ქრისტე თქვა, ერთხელ მოიყვანა ქრისტე მიგავი ასეთი. კაცი ცაცასწორ და ამ მსგავსება მარგალიტებით მოვაჭრეს. და როცა იპოვისო მთავარ მარგალიტს, მიდისო და ყველა მარგალიტებს ყიდის, რაც კი ნაყოფით მქონდა, რათა ის ერთი შეიძინოს. ჩვენს ცხოვრებაში არის ფასეულობები, ღირებულებები, რაღაცები, ეს მინდა ის რო იქნება ეს რაღაც და მაგრამ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაჭრობდით და ფასად ქონდა, რომ აი ჩემი სახელი, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი სახლი, მანქანა, რაღაცა, ის მე არ ვიცი, რასაც კი ფასი ქონდა, ყოველ ცოდნა, ავტორიტეტი, მეც კარიერა, პავლე თქვა, ჩემთვისო ყველაფერი. მეც ქონდა კარიერა, პავლე თქვა. მეც გამალელის ფეხებთან გავიზარდე, მაგრამ ყველაფერს ნაგვად მივიჩნე. ქრისტე იქნებ შევიძინო. აი როგორ ხდება ქრისტეს შეძენა. სხვა გზა არ ვიცი მე, რო ვიცოდე თქვენს გასწავლით. და მე თვითონაც ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით. ერთადერთი გზა არსებობს ქრისტეს შეძენის. ეს არის ტანჯვის გზა. ქრისტეს ტანჯვებში მოზიარე გავხდეო. მისმინეთ ყურადღებით. როცა ვლაპარაკობთ რომ ქრისტეოვნა მე ვეტყვიო მათ არასოდეს გიცნობდი თქვენ, მე შემდეგ იწყებს, ზუსტად შემდეგ მუხლებში იწყებს რომ
ცაცასწვეული დაემსგავსებაო და გავსო კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი და კლდეზე აიშენა სახლი. მოვიდა ქარი, წვიმა და მდინარე, ეკვეთა ამ სახლს, ეს სახლი არ დაეცა, ერთი დაეცა, მეორე არ დაეცა, იმიტომ რომ ქვიშაზე და კლდეზე იყო ნაშენებული. ჩვენ როცა ვირჩევთ აი ამ გზას, უნდა გვესმოდეს შემდეგი. პავლე მოციქული უხსნის ფილიპელთა პირველ თავის 29 მოხში რომ ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მოგვეცა თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ ტანჯვაცო. ტანჯვა უნდა იცოდე რომ პავლე ხარობ ჩემი ტანჯვებით. მოციქულების ცემეს და უხაროდათო. რა გახარეთ თქვენ დალოცვილებო? რა არის სასიხარულო? ქრისტეს გულისთვის მოგვეცაო ჩვენ. ვინაიდან თქვენ ქრისტეს გულისთვის მოგეცა თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც. მისთვის იცი რას ნიშნავს? ოღონდ ქრისტე შევიძინო, მე ვიტანჯები, მაგრამ მივდივარ სწორი გზით. ვითმენ, ვიტან, ჯვარს ვაცმევ და ჩემში კრონჩხვებიც რომ მემართებოდა, სულის ტკივილი, ვისაც განუცდია, იცის რას ნიშნავს ცეცხლით ნათლობა. იცის რა ოპერაციებს აკეთებს ღმერთი ადამიანში სული წმინდის საშუალებით. და ეს პროცესი თუ პიროვნება გაექცევა ამ პროცესს, მე მინდა გითხრათ რა არის გაქცევა ქრისტეს ტანჯვების ზიარებიდან. როცა ადამიანი გაურბის ტანჯვებს, ებრაელთა მე-12 თავს წავიკითხავ და მე წავიკითხავ ისე როგორც წერია და არა ისე როგორც კულტურულად არის აქ გადათარგმნილი. ვინაიდან უფალი იმას წვრთნის მე-6 მუხლიდან, ვინც უყვარს, ცემს ყოველ ძეს, ვისაც ღებულობს. თუ თქვენ ითმენთო წვრთნას და ცეცხლით ნათლობას, ღმერთი გექცევათ როგორც ძეებს, ვინაიდან განა არის ისეთი ძე, რომელსაც მამა არ წვრთნიდესო, ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, ცეცხლისა და მოთმინების გარეშე, ტანჯვის გარეშე, რაც ყველა ზიარიაო, ყველა ცხოვრობს თავისი აღვირი ახსნილ მდგომარეობით, არაფრის მოთმინებას არ ვაპირებ, არაფერი ტანჯვა არ მინდა, სიკვდილი საერთოდ არ მინდა და თუ არ მოკვდა ხორბლის მარცვალი, მარტო დარჩება. მისი მთავარი აზრი და სიცოცხლე სიკვდილში განთავისუფლებული სიცოცხლეა. ხოლო თუ დარჩევითო წვრთნის გარეშე, რაც ყველა ზიარია, მაშინ თქვენ იამ დაამოწმა, მაშინ თქვენ უკანონონი ყოფილხართო. აქ სიტყვა კათედრიდან არის ასეთი სიტყვა ნაბუშარი. ნაბუშარი ნიშნავს ის არ არის სწორად შობილი. და თქვენო მაშინ ნაბუშერები ყოფილხართ და არა ძეები. თუ წვრთნაო ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში რა მოაქვს? სიმართლის მშვიდობი ნაყოფს აძლევს ყველას, ვინც მისაგან განისწავლაო. მას განიშორეთ, გაიმაგრეთ მოშობული ხელებიდან, დასუსტებული ხელებიდან, პირდაპირ გახადეთო თქვენი ფეხებისათვის ეს გზა, რათა კოჭრმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს, ეცადეთო ყველასთან გქონდეთ მშვიდობა და სიწმინდე, რომლისთვისაც ვერავინ ხილავს უფალს. ეხლა მე მინდა ვილაპარაკო არჩევანი. ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და არჩევანიც მოგცა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ წუთს უარი ვთქვათ ელემენტარულ მოსათმეზეც კი. უარი ვთქვათ ელემენტარულ ტანჯვაზეც კი. მისმენეთ ყურადღებით, მე კათედრი და ხმამაღლა ვლაპარაკობ და ეს იწერება და გადაიცემა. ყველა მინდა გაიგოს, რომ მე იმ დღეს პავლე მოციქული როცა ემშვიდობებოდა და მილეთის გზაზე ეფესოს ეკლესიას ეუბნა, სუფთა ვარ ყველა სისხლისაგანო. თუ ვინმე დაიღუპება, თუ ვინმე ვერ მივა ქრისტესთან, თუ არ ექნება ზიარება, მე სუფთა ვარ, მე გიქადაგეთო სახალხოდ და საჯაროდ. და სახლებშიც პავლემ თქვა, ყველგან გეუბნეოთ ამის შესახებ. მოთმინება, ჯვარი, ტანჯვაში ზიარება, სიკვდილში მიმსგავსება, რომ მკვდრეთით აღდგომა ნიშნავს, რომ ქრისტეს სიცოცხლე დაიწყებს გამოჩენას შენში. რატო უნდა მოუკვდე, რატო უნდა იტანჯო დიდხანს? დიდხანს ტანჯვას შეუძლია გაანთავისუფლოს, შენი თავი დაინახე ხორბლის მარცვლად.
და როცა იტანჯები, როცა ითმენ, როცა იტან და ამას ეგუები და იცი რომ უფალი თავის სამუშაოსაც წარმოებს ჩემში და ჩემზე, მე ამ პროცესს მიყვები არასასიამოვნოა, ეხლანდელი წრთნა, ეხლანდელი გამოწრთობა სიამოვნება და არ გვეჩვენება, მაგრამ შემდგომშიო მშვიდობიან ნაყოფს აძლევს ყველას, ვინც მისაგან განისწავლა. ვატყობ მორწმუნეები ეკლესიაში საკუთარი მეს დასამტკიცებლად არის მოსული. ჯიბეში ხელი შეწყობილი, კისერი წინ გამოწეული და მამალივით იფხორება, არ უნდა რა ჯვარი, რის ჯვარი. მე აქ ბლატი მაქვს, მე აქ ავტორიტეტი მაქვს, მე აქ ვიღაცა დაღუპის გზა. თუ ვინმე ამას გააკეთებს, მე მინდა ერთი რაღაცა თქვა. საჩქაროდ მოინანიეთ. მე თუ ეს, როგორ თქვა, მეწოდება ის ადამიანი, ვინც კუნთებზე იყურება, ვინც თავის რაღაცა ძალებზე იყურება, რომ მე შემიძლია, მე ჩვენ არავინ არ ვართ და არაფერი არ ღმერთმა შემოგთავაზა, ვიწრო და სასიცოცხლო გზა და გითხრა, აიღე შენი ჯვარი. როცა ჯვარს აიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა ჩუმად, წნარად უფალს უნდა გაყვეტა, იმას უნდა ელაპარაკო, რა მტკივნეულია. დოფალე გეუბნა, ეს არის შენი ბარაბა, ეს არის შენი ცოდვილი ბუნება, ეს არის ის, რაც გტანჯავდა და ნახე რა მწარეა, რა რთულია და რატომ უნდა ღმერთს რომ ასეთი ფორმით გამოიყვანოს ჩვენგან ის. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში აღარასოდეს არ დაბრუნდეს. და მე უნდა მოუყვდე მას. ქრისტეს ტანჯვები, რომელიც მან გაიარა იმ ვია დოლოროსის გზაზე და გოლგოთის ჯვარზე, დღეს ჩვენ გვეუბნება, შეგიძლია ჩემს ტანჯვებში მოზიარე გახდე. შემოდი და გაიზიარე ჩემი ტანჯვები. და ნახა, მე უსამართლოდ მომექცნენ. ღმერთო ჩემო, ეს არის ქრისტიანობა. უსამართლოდ რომ მოგექცენ, თუ სამართლიანად გექცევიან, მაშინ წადი დაისაჯე, იმიტომ რომ უსამართლოდ მოქცევის დროს იცოდეთ, ცეცხლი ყველაზე კარგად მუშაობს. უსინდისოდ რო გეტყვიან, უღმერთოდ რო გეტყვიან, რომ ღმერთი ოდნავაც არ არის იმ დროს, შენ მზად უნდა იყო, რომ მიიღო ცეცხლი და გაიარო ეს ტანჯვები. შეხედეთ, 1 პეტრეს მეორე თავი კითხულობ 18 მოხვლიდან. მსახურნო დაემორჩილეთ თქვენს ბატონსო, მთელი შიშით არა მარტო კეთილებს, არამედ კეთილებს და შემწყნარებს, არამედ მრისხანეებსაც. რამე თუ ესაა მადლი, თუ ვინმე უსამართლოდ იტანჯება. ამაშია მთელი გემო თუ წვენი თუ რა ვიცი აზრი, რომ თუ უსამართლოდ იტანჯები და ითმენო ჭირს ღმერთისათვის სინდისის გამო, რადგან თუ დანაშაულისთვის ითმენ დარტყმასო, რა სარგებელიაო, ხოლო თუ იტანჯები და ამას ითმენ, კარგს იქმ და მადლია ღმერთის წინაშე, მეორე თუ მეორებს. რამე თუ ამისათვის ხართ მოწოდებული, რისთვის ვარ მოწოდებული? იავარდით მოფენილი გზა, მოვედი, კარგად მიდი, ჭამოთი, ლეილამ გაამზადე, მიდი, იმას ვქოთ რაღაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხორცის საამებლად არ ვართ მოსულები, ჩვენ გავდივართ გზას წვრთნისას. რამე თუ ამისათვის ხარ მოწოდებული, რისთვის? უსამართლო დარტყმების მოთმინებისთვის. იმიტომ რომ ქრისტეც ეტანჯა თქვენთვის. ქრისტე სამართლიანად მოხვდა, უსამართლოდ იტანჯა ქრისტემ და მაგალითი დაგიტოვოთ, რათა მის კვალს გახვეთ. რა ხდება ჩვენსა და ქრისტეს შორის განსხვავება? ქრისტე რო იტანჯებოდა ჯვარზე, რას ამბობდა? აპატია მამა, რამე თუ არ იცი რას აკეთებენ. ჩვენ რო იტანჯებით, მე ჩემი არ მეყოფა. და აი აქ ტანჯვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სულიწმიდა სუთხრა დაგანახოს შენი გველი, შენი ბოროტი ბუნება, რომელიც აი აქედან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორე და უნდა შენ იმიტომ იტანჯები ახლა, რომ აი მან გითხრა, აი მან გააკეთა, არა მე იმიტომ იტანჯებ რომ მიავირჩიე.
მე ვიცი რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ სანამ ბოლომდის მივალ და უფალ შევერთებით გვექნება უამრავი გზა მისმენთ ყურადღებით ყველამ ისწავლოს განმარტოვება ღმერთი გამოიყენებს ზოგჯერ ცოლს რომ ცეცხლი გამოუშვას ცოტა თუ კი დაჭირდა ღმერთს ცოლის არასრულყოფილება ქმრის არასრულყოფილებასაც გამოიყენებს ღმერთი ცოლის მიმართ მაგრამ ეს იმას იმიტომ კი არა რომ ქმარია ბოროტი ან ცოლია ბოროტი ან შვილია მისმენთ ღმერთი თუ შეგვირდა ქარს იმას და მდინარეს თუ შეგვირდა ცეცხლით ნათლობას ის მოძებნის საშუალებებს შეიძლება ეს იყოს ისეთი ადგილი საიდანაც არ ელოდებენ მაგრამ უნდა იცოდეს საიდან შეიძლება უფრო აი ესეთი ცეცხლი რომელიც ჩვენ არ გვიყვარს და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძალიან ფასეულია ძალიან სანატრელი არის ასე რომ ვთქვათ ცეცხლი მე თვითონ გაურბივარ ხოლმე ცეცხლს მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ არა არსად გაქცევას არ ვაპირებ ღმერთო მე ავირჩიე ცეცხლით ნათლობა ის მოგნათლა თქვენ სულიწმინდა ცეცხლით აი ყველაზე მწარე ცეცხლი დავითი ამბობს საიდან მოდის ფსალმონი 54 13-14 მუხლები 15 მუხლები რამე თუ მტერი კი არ მლანძღავს თორემ ავიტანდი ჩემი მოძულე კი არ გადიდებულა ჩემზე მას დავემალებოდი შენ კი კაცი ხარ ჩემებრი მეგობარი და მახლობელი ჩემი ერთად რომ საუბრობდით კბილად ღვთის სახში დავდიოდით ერთგულებითო ვისგან მოდი იცი რა მწველი არის ცეცხლი ოჰო ქრისტეს უღალატეს თუ არ უღალატეს უღალატეს ქრისტესზე თქვენს უარი თუ არ თქვენს უარი და ასე შემდეგ და როცა ჩვენ ცხოვრებაში ეშვება მსგავსი რაღაცეები ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს ძალიან მტკივნეულია მაგრამ ერთი რაღაცა მინდა დაგარწმუნოთ ესე წერილიდან ღმერთი გვიყურებს და გვაკვირდება და როცა იცის რომ უკვე ეს ვეღარ გაუძლებს კი მალე გინდა რომ მოხდეს ყველაფერი აი მალე მინდა რომ მალე გინდა მაშინ დიდ ცეცხლს გაუძლე დიდი ტანჯვები აიტანე დიდი განსაცდელები გადაიტანე რას ამბობს ნახეთ 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-13 მუხლი 1 კორინთელთა 10:13 არ შეგმთხვევიათო განსაცდელი სიტყვა ქართულად ძალიან კარგი უნდა განიცადო ის ცეცხლი და ის ტკივილი და ის წვა ქრისტეს ტანჯვებს უნდა გაუგოგემო ზიარი უნდა გაუხდე რომ უფლის გამოიტანჯები და ესაა მადლი არ შეგმთხვევიათ განსაცდელი გარდა ადამიანურისა და ერთგულია ღმერთი რომელიც არ დაუშვებსო რომ თქვენ შესაძლებლობებზე მეტად გამოიცადოთ არამედ განსაცდელისას გამოსავალსაც მოგცემს რომ შეძლოთ გადატანაო ერთ სიტყვით ჩვენ ყველას გვემუქრება და გველოდება იმ დრომდე სანამ ძველი კაცისგან არ გავთავისუფლდებით იქნება ცეცხლი იცი 999 რა არის 999 არის ოქროს ერთ-ერთი ის რა ქვია მაგას პრობი სინჯი რომ იტანო ცეცხლი ახლა 999-დან რა მოხდება? არაფერიც არ მოხდება, იქიდან არაფერი არ გამოვაშავე. უკვე გამოსულია ყველაფერი. მას უკვე აღარ ეხება, არაფერი არ დაკრუნჩხავს და არაფერი არ მას არ როგორ თქვა არ ადგენს. ტკივნეული ის არის, რაც არის შიგნით და ვერ გამოსულა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დაგვრჩა დაახლოებით 10 წუთი და მე მინდა გითხრათ შემდეგი რამ. კარგია, როცა ირჩევ ცეცხლით ნათლობას, წრთუნას, ტანჯვებში სიხარულს. რა არის ტანჯვებში სიხარული? სულიწმინდის ზიარებაში. ცრემლები მოგდის და იცი, რომ შენ სწორ გზასად გიხარ. მე ამაზე დიდი ნუგეში არასდროს არ მიმიღია. ზოგადად ვახსენ აქ რა და რომ აქ რთულია დგომა, რთული ერთხელ მეკითხება, როგორია პასტორობა? ამაზე საშინელი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. და ამაზე ბედნიერი არაფერი არ არის. როგორ რა არის ეს? ამაზე ბედნიერება არაფერი არ მინახავს, როცა ღმერთის ჭურჭელი ხარ. ადამიანებს დავხმარები ვარ, გუშინდა თუ არ ელებდი უბრალოდ იმ სურათებს.
ვინც გადარჩნენ იმ დახმარებ და ცოცხლები არიან დღესაც. აი, სულ გავიწყდება ეს ტკივილები. ყველაფერი გავიწყდება, ისეთი ბედნიერი ხარ ხო ღმერთო, სადღაცას ხო გამოსადეგარ ჭურჭლად გამომიყენე. რა თქმა უნდა ღმერთი აკეთებს ამ საქმეს, მაგრამ შენ გამოყენების, შენ რო გამოგიყენა და გააკეთე ეს საქმე. ისე ებრაელთა მე-12 თავს გავიხსენებ. ეხლანდელი წვრთნა ძველი კაცი განთავისუფლება ის პროცესი რომელიც ჩვენში შეიძლება მიდიოდეს წუხარებად გვეჩვენება მაგრამ შემდგომში შვიდობიან ნაყოფს იძლევა შედეგს იძლევა სულ სხვა ატმოსფერო სულ სხვა აურა იქმნება შენს გარშემო სულ სხვა თანდასწრება ატარებს ღმერთი იმიტომ რომ ღმერთმა იცის ვინ ხარ შენ და ისრაელზე წერია ისრაელს ჰქონდა ბევრი ომები მაგრამ მერე მშვიდობა დაუყენაო ღმერთმა და 10 წლეულები აღარაფერი აღარ ხდებოდა მათ ცხოვრებაში არის დრო როცა ბრძოლებია არის როცა შრომა არის როცა თავდაცვა ხდება ბრძოლა მიდის მაგრამ მოდის დრო როცა ჩვენ აღთქმულ მიწას მივახცევთ და აღთქმულ მიწაზე ჩვენ სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ მორწმუნეები ეხლა მინდა ასეთი რაღაც გითხრათ ყურადღებით უნდა ვიყოთ ძალიან პავლე მოციქული თვითონ ხსნის რომ ჩემს ცხოვრებაში არიან ხალხი ვინ ჩემზე წუხან და მე მას ამართლებენ დავიმახსოვროთ ერთი რაღაც ქრისტიანობა არის ქრისტეს პირდაპირი ურთიერთობა ქრისტიანთან გამომყევი მე არ წერა გამომყევით რუსთაველები მთელი ეკლესია გამომყევი მე ნიშნავს შენ პირადად უნდა გქონდეს ურთიერთობა მასთან სულიწმინდის შინაგანი სამყაროს მდგომარეობით უნდა აშენებდე აი ამ მოზიარეობას უფალთან და მიყვებოდე ეუბნოდე უფალო ძალიან მტკივნეულია და შენ მე მიხსნი ზოგჯერ მე ღმერთს რო ასწავლი რა მტკივნეულია ის მდგომარეობა მაგრამ ღმერთი გვიგებს ჩვენს მდგომარეობას რომელშიც ჩვენ ვართ და რომელსაც ჩვენ გავდივართ რა მინდა გითხრათ გაანებე სხვას თავი იქნებ ეშმაკს მიყიდოს სული შენც უნდა გადაყვეთა ჩვენ არავინ არ ვიცით სხვაზე არაფერი მინდა წაგიკითხოთ რომ ეს არ იყოს ზეპირად ნათქვამი პირველი კორინთელთა მეორე თავში პავლე ამბობს შეხედეთ პირველი კორინთელთა მეორე თავი მაგრამ როგორც წერია რა თვალს არ უნახავს ყურსასმენია გულზე არ მოსული ადამიანს ფიქრათო ის გაუმზადა ღმერთმა მის მოყვარვას ჩვენ კი გაგვიმხილავ ღმერთმა ვინაიდან სულიჭრას ღმერთის სიღრმეებსაცო ვინაიდან რომელმა ადამიანმა ყურადღებით ვიყავით რომელმა ადამიანმა იცის რა არის ადამიანში გარდა ადამიანის სულისა იცი რამდენი ექსპერტი მინახავს რომ ჩემზე ყველაფერი იცის მე მგონი რომ არაფერიც არ იცი შენ რა იცი ჩემს გულში რა ტრიალებს შენ რა იცი მე რა მინდა შენ რა იცი გასაგებია რომ ქადაგების მეშვეობით და სწავლების მეშვეობით ის მაგრამ ჩემი მოტივები ჩემი საიდუმლოებები ის ხო ჩემთან ცხოვრობს შენები შენთან ცხოვრობს ხრის სხვასთან ცხოვრობს და აქ წერია რომელმა ადამიანმა იცის რა არის ადამიანში ამიტომ ნუ დაასკვნი წინასწარ ნუ დაიწყებ ვინაიდან რომელმა ადამიანმა იცის რა არის ადამიანში გარდა ადამიანის სულისა რომელიც მასში ასევე ღმერთისა არავინ არაფერი არ იცის გარდა ღმერთის სულისა. მოდით დღეს იმაზე ვილაპარაკოთ რომ არაფერი არ იცის სხვა ადამიანზე. ჩვენ როგორი ექსპერტები ვართ, იარლიხს რო ავაკრავ იას, ხო? ეს ჩემი იარლიხია, მაგრამ არა ღმერთის და მე არ ვიცი რა ადამიანში. და ყველა ექსპერტობას მოვეშვები მე. სადამდე? აი შეხედეთ პავლე მოციქულას ამბავს პირველი კორინთელთა მე-4 თავში აგრძელებს მე. ხოლო ჩვენ ჩემთვისო პირველი კორინთელთა 4:3-დან ვკითხულობ. ხოლო ჩემთვის უმნიშვნელო რამაა თქვენ ამაკრავთ იარლიხს თუ სხვა. ჩემთვის უმნიშვნელო რამაა თქვენ მასამართლებთ მე თუ ადამიანთა სასამართლო. მე არ ვასამართლებ ჩემს თავსო. ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე.
ქრისტე მიყიდა თავისი სისხლით. ახალი ქმნილება ვარ ქრისტეში. არ ჩემი თავი ვერ გამერკვევია და შენ უკვე გამარკვიე? მე ჩემ თავს ვერ ვარკვევ და შენ უკვე მე გამარკვიე? და პავლე ამბობს, არაფერი ვიცი ჩემს, მაგრამ ამით არ უმართლდებიო, ჩემი სამართლებელი და გამართლებელი ხომ უფალია. ამიტომ ნურას ასამართლებ დროზე წინასწარ. ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს სიბნელეში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებსო და მაშინ ექნება ქება ყველას ღმერთისაგან. დაველოდოთ ღმერთს. დაველოდოთ რა ღმერთს. იას რო იარლიხს ავაკრავ მე. ეხლა რა ხდება რო იცოდეთ. მე რომ ის ჩემი წარმოსახვით გავიცანი, არა და ბიბლიამს არავინ იცისო რა არის ადამიანში. მე კიდე ჩემი ცოდნით ჩემ თავზე კი არ მუშაობ, მასზე ვმუშაობ. და რა ხდება შემდგომში. ბიბლია პირდაპირ გვეუბნება, ქრისტიანული გზა არის ასეთი. დაანებეს სხვას თავი. ყველა ჩვენგანი საკუთარი თავის ანგარიშ ჩააბაროს ღმერთს. გაყევი უფალს. გამოიყენე ყველა და ყველაფერი. ცეცხლით სხვისაგან მოსული. ქარიც და წვიმაც და მდინარეც. მოვიდეს გაუშვი ღმერთმა დაუშვას და გამოიყენოს ის. მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ვღებულობ ამას ჩემს. მოდით ცოტა რომ განვიმოხდოთ ერთ ძალიან საინტერესო რაღაც მოგიყვებით. ერთი არის მოუყევი აქ თუ არ მოუყევი, გუშინ ჩემთან იყვნენ საოჯახო ჯგუფის ხელმძღვანელი მოუყევი. ერთი ძალიან ღარიბი, გაჭირვებული ქალბატონი, ქვრივი დარჩა და შვილები დარჩა პატარები და ხმამაღლა ლოცულობდა ღმერთო მიშველე და მეხმარა ღმერთო რომ შვილები არ დამეხოცოს შიმშილით და საჭმელი არ მაქვს, შესაძლებლობა არ მაქვს, ფული არ მაქვს, არაფერი. ერთი ძალიან მდიდარმა გაიგო რომ ეს ლოცულობდა ასე და გადაწყვიტა რომ წადითო თავის მსახურებს ხრა. ფულით წაუღეთ, საჭმელით წაუღეთ, ტანსაცმელებით, ყველაფერი მიუტანეთ და რომ მისცემთო უთხარით სატანამ გამოგიგზავნაო. რომ დაინახა ამ ქალმა ამდენი რაღაცა მანქანი და ტვირთავენ, ეს ყველაფერი თქვენია, თქვენ მოგიტანთ ფული, აიღეთ, ეს ქალი დაეცა უხლებს და ხმამაღლა ღმერთს ევადრება, მადლიერებას ღმერთო, მადლობა რომ შეისმინე ჩემი ლოცვა და ერთი წუთით ქალბატონო, ერთი წუთით. ეს სატანამ გამოგიგზავნოთ. ეს ქალი დაეცა ის უხლებს ხმამაღლა ადებს, ღმერთო, რა დიდებული ხარ. პასუხი რომ გამცე ლოცვა, სატანასაც კი იყერებ იმისთვის, რომ ჩემთან მოიტანო პასუხი და ჩემ საჭიროებას უპასუხო. მისმენთ, თუ შენზე ცეცხლი მოვიდა, იმას ნუ უყურებ სატანა. სატანისგან მოვიდეს, ვიღაც გადამთიელისგან ხომ მოვიდა, ღმერთი ხო იყენებს იმ ადამიანებს შენს საწრთობად. ისინი ჩვენი ტრენაჟორები არიან. მე იმას უყურებ. შიგნით რა პროცესი მიდის ხოლმე ზოგჯერ უსმენ ამ პროცესს. გეგონება ღმერთის ხელები იგრძნობა, ღმერთის სული როგორ მოძრო, ტკივილი რამ ტკივნელ, მაგრამ სინამდვილეში ვიცი რომ ტანჯვებში მოზიარე ვარ. მის სიკვდილამდე მივდივარ და სიკვდილს რომ მივემსგავსო და მოკვდა ხორბლის მარცვალი, მის სიკვდილს მივემსგავსე, იქნება როგორმე მიუწვდე მკვდრეთით აღდგომას. მისვენეთ, არ ტანჯვა, არ სიკვდილი, არ მოგცემს საშუალებას რომ ეშმაკი იბრძოლებს ყველანაირად მართალი ხარ შენ მართალი უსამართლოდ იტანჯები. აი რო უსამართლოდ რო იტანჯები ამაშია მადრიდორე, თუ სამართლიად იტანჯები, ეს არის კატასტროფა. ამიტომ შეხედეთ, ბიბლია ამბობს რომ პეტრე მოდიოდა და მისი ჩრდილი ხალხს კურნავდა წერია. პეტრე სამჯერ არ იყრილა მამალმა რომ უარყო ქრისტეს არ ვიცნობო. რას წარმოადგენს პეტრე არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ რა მოხდა პეტრეში, რომელსაც ეშინია ქალისაც კი, რომელიც ეკითხება შენ არა ხარო ისო და ქალისაც კი შეეშინდა, თქვა არა ვარ მე ის. არც კი ვიცნობ ამასო. და მერე პეტრე მოდის, წარმოიდგინე, რა ცვალებადობა მოხდა პეტრეში, რა გარდაქმნა პიროვნება, რომელიც ერთ დროს ქალსაც კი ვერ უბედავდა, რომ თამამად ეთქვა, რომ იყო ის და შიშით იყო და მერე
ჯვარზე რო უკმაკრავა, ჯვარზე რო უნდა გაეკრა, თანახმა იყო ჯვარც მისთვის და არაფერი არ ხდება და მისი ჭრდილი რომ მოდიოდა პეტრე მოყავდათ, ავადმყოფებზე კი არ ლოცულობდა, ხელს კი არ ადებდა, ჭრდილიც კი კურნავდა. ერთ პიროვნებაზე მომიყვნენ ტელოსბორნზე. ტელოსბორნი აფრიკაში შრომობდა და მთელმა აფრიკამ იცის ვინ არის ის. ის არ ლოცულობდა ხალხს, ეს წერ რომ მე რაც ვიცი მე მისი მსახურებები ნახე, რომ გამოდიოდა დადგებოდა თორემ და ხალხი კალიასკებიდან დგებოდნენ პირდაპირ. ვინ კურნავს? ტელოსბორნი, არა, მასში გაცოცხლებული ხორბლის მარცვალი, რომელიც მოკვდა და გაცოცხლდა. იყვნენ და არიან და მივდივართ ამ გზით და ეშმაკი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ იტანჯო, არ მოკვდე და კუდრეთით აღდგარი ქრისტე, რათა როგორმე მიუწვდე კუდრეთით აღდგომს და ქრისტეს სიცოცხლემ არ დაიწყოს დინება. შეუძლებელია ქრისტე, წარმოიდგინეთ ხორბლის მარცვალი რომ ქონდა აქ მოვიტანე. 1000 წელი რო იდოს აქ, 1000 წელი იდება აქ. არაფერი არ შეიძლება. სანამ არ დათანხმდება, თანახმავარ მე სიბნელეზე, დაფარულზე, თანახმავარ მე მიწაში, მტკივილზე, იმ წარმოიდგინეთ რა შრალი როგორ მიდის ის ტკივილი და პროცესი, აი რა პროცესი მიდის. ეს ხო ბუნებრივად გვაჩვენებს ჩვენ. მაგრამ ქრისტემ თქვა, შეხედეთ ხორბლის მარცვალს და დაინახავთ თქვენ სულიერობას. ეს პროცესი, ეს კანი გადაიძრო, მერე თვითონ რაღაცა, ეხლა ეს რაღაცა შიგნით ესეთი ის ამოდის და საშინელ მტკივნეულია, ძნელი, მაგრამ პროცესი შიგნით დევს. ჩვენს მომაკვდავ სხეულებში. მე ძალიან მიყვარს ეს მოხლები. თუ ლინდებოდა ტელოსბორნისგან, რეიხარდ ბონკესგან, უკანასკნელ წლებში რაც მე გამიგე, ერთხელ მახსოვს, აი ბიბლიის სკოლაში ვსწავლობ და ჩაგვირთეს ცეცხლოვანი ევანგელიზაცია. რეიხარდ ბონკესე დგას 1000-1000 ხალხი ასე. და ხალხი მიწაზე ზის ასე. ესე ჰალელუია. ჰალელუია. და უბრალოდ სიტყვებით ხალხი ასე დააგორგოლაო, ეს ჩაყარა ბოლოში სულ. კიდე ჰალელუია. და სიტყვა მხოლოდ და ხალხი ასე და ბოლოში იყრებოდნენ იქ. ცეცხლოვანი გამოულინება. მას რომელსაც ერთი რაღაც სჭირდება, რომ ძველი კაცისგან გაგვანთავისუფლოს და ახალი გამოჩნდეს. შეუძლია მე უბრალოდ იჯდები და ხალხი შენს გარემოცვაში განიკურნება სულიერათაც, ფიზიკურათაც და შენი სუნთქვითაც კი. ერთ პიროვნებაზე ესეთი რაღაც გავიგე. რომ ვიცოდეთ, რომ პავლე მოციქულის რასაკეთებდნენ, ტანსაცმლის ნაჭრებს ჭრიდნენ და ადებდნენ, მიქონდათ და ავადმყოფებს ადებდნენ, ისინი კურნებოდნენ. მოქონდათ რაღაცები პავლე ხელს ადებდა ტილოს, ამ ტილოს აიდებდნენ ავადმყოფებს და ადებდნენ, იკურნებოდნენ. სინამდვილე პავლე კურნავს, არა, ქრისტე უკვე განთავისუფლებული მასში. და თუ ეს ჭურჭელი ქრისტეს ხავს გამოყენებული უფალი სასწაულებს ახდენ და პავლეს ხელით, მაგრამ უფალი ახდენ და იმიტომ რომ უფალი გამონთავისუფლდა. ერთ პიროვნებაზე ესეთი რაღაც გავიგე. სასტუმროში იყო ძალიან ესეთი ცხებული მსახური და იწვა თავის სასტუმრო ოთახში. რო წავიდა იქიდან, ერთი ავადმყოფი შევიდა და იმ საწოლში დაწვა და სასწაულებრივად განიკურნა. მე მჯერა ზებუნებრივი გამოვლინების, რომ პავლეს ნივთები და ის ნაჭრები, რომლებიც ასე ზებუნებრივად ჭრდილი თუ კურნავდა, კიდევ მე რომ პეტრეს ჭრდილი არ კურნავდა, ქრისტე კურნავდა პეტრესგან უკვე. პავლე არ კურნავდა და პავლეს ხელი უფალი აკეთებდა დიდ ძალს სასწაულებს. ჩემო ძვირფასებო, ხარობ ჩემი ტანჯობთ, რა გიხარია რო იტანჯები? ხედავ გზას, მიმავალს, უფალს მივყევარ. მომყევი შვილო, გამომყევი. როცა ადამიანი ტანჯვის გზით გავლი, კიდე ერთხელ ვიმეორო, შენ ნახავ ზებუნებრივ სულიწმინდის ძალის დიდების გამოვლინებას შენ სხეულშივე და ჩემ სხეულშივე. ნახეთ 1 კორინთელთა წერილს წავიკითხავ და ვილოცებთ ახლა. 1 კორინთელთა 4:10-11 ხშირად მომყავს ხოლმე მე ეს მაგალითი და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალი იესოს სიკვდილს. რატო ვაკეთებთ ამას? რატო ვიგივდებით ტანჯვებში და სიკვდილში? რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენ სხეულში გამოჩნდეს.
ჩვენ ცოცხლები ბუდა ვეძლევით სიკვდილს, ცოდვისა და უღმერთოობას. იესოს გულისთვის ვაკეთებთ ამას, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მომაკვდავ ხორცში გამოჩნდეს. ასე რომ, ცუდი არაფერი გვემართება თუ გავდივართ ტანჯვის გზას, გავდივართ ცეცხლით ნათლობას, გავდივართ მოსათმენს და ჯვრით ხელში. მე მოგიწოდებთ დიდი მოთმინებისკენ, მოთმინებას კონდეს სრულყოფილი მოქმედება, იაკობი ამბობს. რატომ? რათა იყოთ სრულქმნილი, წუნდაუდებელი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე. მოთმინება, მე არაფრის მოთმინებას აღარ ვაპირებ. ბევრი პირდაპირ პირში მეუბნება. მე არაფრის მოთმინებას აღარ ვაპირებ. ნახვამდის. მე ვაპირებ, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე უნდა მოვითმინა. მათეს 24:14 ამბობს, ბოლომდის მომთმენი გადარჩებია. ვინც არ მოითმენს, არ აიღებს ჯვარს, ჩაეხუტება თავის ცოდულ ბუნებას. მე მინდა ხელები აუწიო თქვა, მე სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე შემიძლია მოუწოდო და ნიმუშად დაუდგე ადამიანს. მის მაგივრად მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეუდექით ქრისტეს. შეუდექი იმ ვიწრო გზას, რომელიც ნათლად მოწმობს, რომ შენ სწორად მიდიხარ და სულიწმინდა დამოწმებას დამოწმებაზე აკეთებს. წამოდეთ ჩემთან ერთად, მე მინდა რომ ვილოცოთ და აღთქმა დაუგდოთ ღმერთს. მე გამოყვები უფალო, სამყაროს ბოლომდე. ეს სიტყვები იმდენად იოლად სათქმელი არის. მაგრამ ზოგიერთ პატარა სიტუაციაშიც კი არც კი გვინდა ჩვენ რომ მაგ მიმართულებით ნაბიჯი გადავდგოთ. მაგრამ აღთქმები, რომელსაც ღმერთს დაუდევს პიროვნება, უნდა შეუსრულო კიდეც.